საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმოგიდგენთ გადაცემათა ციკლს გამჭვირვალე პოლიტიკა. რადიო ძველი ქალაქის ეთერში უსმინეთ გამჭვირვალე პოლიტიკას. ინფორმირებული მოქალაქეები აკონტროლებენ მთავრობას. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რადიო გადაცემას ძველი ქალაქის ეთერში გამჭვირვალე პოლიტიკას. მე გადაცემის წამყვანი ლელა მოწონალიძე გახლავართ. დღევანდელ ჩვენს გადაცემას მსგავსად წინა გადაცემებისა დავუთმობთ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს. დღეს 79 დღეა, როცა ადამიანები ალბათ საღამოს უკვე გამოვლენ ქუჩაში და კვლავ იგივე რჩება ამ პროტესტის მოთხოვნა, ორი ძირითადი მოთხოვნა აქვს, როგორც იცით, ეს არის ახალი არჩევნები და ეს არის უკანონოდ დაკავებული ადამიანების განთავისუფლება. რა გვაქვს დღეს სახეზე ამ 79 დღის შედეგად? 50-ზე მეტი უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანი, რამდენიმე ასეული ნაცემი და დასახიჩრებული ადამიანი. ასევე გვაქვს სახეზე დღეს რომ ორი მოშიმშილე პატიმარი, ერთი ქალბატონი მზია ამაღლობელი, რომელიც 34 დღეა შიმშილობს და თემურ ქათამაძე, რომელიც 30 დღეა შიმშილობს, ხო? მეორეს მხრივ ამ პროტესტს მოყვა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა პროტესტანტების მიმართ, არაღიარებული არჩევნები, ასევე სახეზე გვაქვს თანამდებობის პირთა დასანქცირება, მოსამართლეთა დასანქცირება, პროკურორების დასანქცირება და ასე შემდეგ, ხო? აუცილებლად უნდა ვახსენოთ ყველაზე ბოლომოვლენა ეს გახლავთ რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო გუშინ და 400 დეპუტატმა დაუჭირა ამ რეზოლუციას მხარი, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირად რჩება სალომე ზურაბიშვილი და მოუწოდებს რეზოლუცია ივანიშვილის რეჟიმს, რომ პოლიტპატიმრები გაანთავისუფლონ და ახალი არჩევნები დანიშნონ. ხომ ეს არის ის ძალიან მოკლე მიმოხილვა ამ რთული დღეებისა, რასაც გადის ახლა ჩვენი ქვეყანა და სწორედ ამ პროცესებზე ვისაუბრებთ ორ სტუმართან ერთად. ეს ორივე სტუმარი გახლავთ ამ აქციების ყოველდღიური მონაწილე, რომელიც ქუთაისში იმართება. ეს გახლავთ ბატონი ვალერი თევდორაძე, რომელიც გახლავთ იურისტი და დავით ბულია, ადამიანი, რომელიც ამ რეპრესიების ერთ-ერთი მსხვერპლია, რომელიც ეხლა ვხედავთ ჩვენ სახეზე გვაქვს საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი. ორივე მათგანთან ცალ-ცალკე გადავალ კითხვით, თქვენის ნებართვით ბატონი ვალერით დავიწყებ. პირველ რიგში მე ვახსენე, რომ თქვენ აქტიურად ხართ ჩართული, ხო, ამ პროცესში, როგორც მონაწილე ამ პროცესისა. რა იყო ვალერ ის საკითხი, ძირითადი მამოძრავებელი, რამაც გადაგადგმევინა ნაბიჯი, რომ იყო აქტიურად ჩართული, აქტიურად იმდენიც, რაც შეუძლია მოქალაქემ გამოხატოს, ხო? რატომ გამოხვედი ქუჩაში და რა არის ის ძირითადი საკითხები, რამაც 79 დღე ფაქტურად გაიძულა, რომ ყოფილიყავი ჩართული და გეცხოვრა ამ რეჟიმში, რაც საზოგადოების დიდი ნაწილი ცხოვრობს. მადლობთ, მოგესალმებით. ეს თემა 79 დღე გავიდა უკვე, ხო? ძალიან ბევრია. ეს არის 79. ხო, ძალიან ბევრია ასე სიტყვით, მაგრამ რაღაცნაირად ისე მიეწყო და ისე უცებ გავიდა, რომ ხო, ჩვენ მოგვაყენეს შეურაცხყოფა. ანუ ადამიანს აქვს სხვადასხვა უფლებები და დემოკრატიულ საზოგადოებაში მცხოვრებ ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს და გასცეს საკუთარი ძალაუფლების მანდატი. ეს არის ის უფლება, რომელიც რეალურად განაპირობებს ძალიან ბევრ სხვა უფლებას ამაზე დაფუძნებულს. იქნება ეს სამართლიანობა, იქნება ეს განათლება, იქნება ეს სიტყვის თავისუფლება, იქნება ეს თავისუფალი მიმოსვლის, იქნება ეს უბრალოდ შეკრების და მანიფესტაციის უფლებაც კი. და ამ უფლების არასათანადოდ ჩამორთმევის გამო, რაც ამ არჩევნებზე მოხდა, ჩვენ დღითი დღე ამ უფლებების ადამიანის კუთვნილი სხვა უფლებების გაუარესებასაც ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ, როგორ იყენებს საკუთარ მიტაცებულ ძალაუფლებას არალეგიტიმური რეჟიმი და ეს, რა თქმა უნდა, არ გაუმჯობესდება არც ერთ ეტაპზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ გაუარესებისკენ არის მიმართული. ამას არ მათქმევინებს ის, რომ რაღაც წინასწარმეტყველად ნიჭი მაქვს. არა. უბრალოდ აქ არის
მსოფლიოს ისტორიის გამოცდილება, სადაც ყველგან ყოველ სიტუაციაში მიტაცებული რეჟიმი, ძალაუფლება, არალეგიტიმური ხელისუფლება და ასე შემდეგ, როგორც ვითარდება მხოლოდ და მხოლოდ საუარესოდ. არასდროს არ ხდება მიტაცებული ძალაუფლება ხელისუფლების გაკეთილშობილების წყარო. არც ერთ ქვეყანაში ეს არ მოხდება და სამწუხაროდ არ ჩვენთან არ მოხდება. შესაბამისად, მე ამ საფრთხეს რომ ხედავ და ვიცი, რომ თუ მე დღეს ჩუმად ვიქნები, ხვალ ხმის ამოღების საშუალებაც აღარ მომეცემა, იმიტომ რომ უკვე გადაიკეტება ყველაფერი, საიდანაც შეიძლება ხმა გააგონო ერთმანეთს საზოგადოებას და ასე შემდეგ. ახლა ჩვენ ვართ ასეთ სიტუაციაში, რომ ყოველდღიურად რამდენი საპარლამენტო სხდომა ჩატარდება, იმდენი გაუარესება მოდის ჩვენი სამართლებრივი მდგომარეობის, ხო? ახლა განხორციელდა კიდევ აგერ თებერვლის ცვლილებებიც ადმინისტრაციულ სამართალდებათა კოდექსში, განხორციელდა შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებიც, რომელმაც უფრო და უფრო გაამკაცრა ეს ყველაფერი და უფრო მეტი დაბრკოლება თითქოს და წარმოშვა იმ გზაზე, რასაც საკუთარი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა ქვია. როცა ხელისუფლება ამ ასეთ მეთოდებს იყენებს თავის მოქალაქეების წინააღმდეგ და როცა ასე ფორს-მაჟორში ახორციელებს საკუთარი სახელმწიფოს რკინის მუშტის გამგაცრებას, ეს საფუძველს შეურყევდა ყველაზე ლეგიტიმურ რეჟიმსაც, ლეგიტიმურ ხელისუფლებასაც კი და რა თქმა უნდა საფუძველს სრულად აცლის იმ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომელმაც თვითონ რაც უნდა და ის შედეგები დაიწერა არჩევნებზე და საერთოდ უგულებელყო ხალხის ხმა. შემდეგ იყო ეს სავსებით ბუნებრივი განვითარება ამის შემდეგ ის რომ ევროპის ევროკავშირში გაერთიანებას ინტეგრაციას საჩერებენ და ამის შემდგომ უკვე ეს პროცესი მოდის აგერ უკვე 79 დღეა. რა ვიცი, ეს არის ჩემი თქვენ ახსენეთ აი ეს რეპრესიები კანონმდებლობის დონეზე, რასაც გაწერენ, რისი მაჩვენებელია თქვენთვის ეს? ანუ რას მიანიშნებს? ყოველთვის ადამიანები, რომლებიც კრიტიკულად ვუყურებდით მართველი ძალის მმართველობას, მათ შორის როცა ლეგიტიმური იყო თუ არა არჩევნებამდე და მას შემდგომ ყოველთვის აღნიშნავდით, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული ნიშნები იმისა, რომ დემოკრატიას ხდებოდა, ხო, მათი ქმედება. ახლა ამაზე საერთოდ საუბარიც არ არის. ეს ისტერია რა როგორც მიდის ახლა ეს პროცესები, რის მანიშნებელია თქვენთვის? ხო, მთელი ჩვენი ზოგადად მთელი საზოგადოების პრობლემა ის არის, რომ ახლა ჩვენ ვართ ახალი სახელმწიფო, ახალგაზრდა სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს სათანადო ინსტიტუტები ჩამოყალიბებული. შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება ხელისუფლების სათავეში იწვევს კიდევ უფრო რყევას ამ ინსტიტუტების და ვინაიდან ჩვენ არც სათანადო პოლიტიკური კულტურა არ გაგვაჩნია, იწვევს იმასაც, რომ ამ ინსტიტუტების სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ სხვადასხვა სასამართლო სისტემა არც გვაქვს. სასამართლო სისტემა ჩვენთან ნამდვილად არის შემორჩენილი სახელად. ამ ჩვენს ამ საკმაოდ მრავალრიცხოვან მოსამართლეთა შორის არის თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა თავისი პროფესიული ღირსება და კომპეტენცია. სამწუხაროდ სრული უმრავლესობა არის ხელისუფლების თუ მისი სასამართლო კლანის მორჩილი და ეს ისეთ სიტუაცია, რომელიდანაც გამოსავალი არა, ეს ჩიხია უკვე. ჩიხია, რომელიც ბუნებრივად რაღაცა დაანონსებული რამდენიმე ტალღიანი რეფორმის შედეგად ეს არ გასწორდება. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ ვითარებასთან, როგორი ვითარებაც მაგალითად იყო შევარდნაძის პოლიცია, რომელიც იყო ერთიანად გახრწნილი და შესაბამისად სახელმწიფოს დასჭირდა ამისთვის ერთ დღეში ყველა პოლიციელის გათავისუფლება და ახლის დანიშვნა. რამდენად გვაქვს ახლა ჩვენ ეს რესურსი, ეს მე მგონი უცოტა უფრო სხვა დროში სალაპარაკო არის. ჯერ პრინციპში ამისი რესურსი კი არა, არც სახელმწიფო ნება არ არსებობს პირიქით. ხელისუფლებაში მყოფი არლეგიტიმური ძალა ცდილობს სრულად სათავისოდ გამოიყენოს და
ეს დღეს არ დაწყებულა. ეს დაიწყო 10-11 წლის წინ, როცა სრულად გადაწყვიტეს სასამართლო კლანთან გარიგებაში შესვლა, ამ კლანმა მოიპოვა თავისი გარანტიები და შესაბამისად მისცა ხელისუფლებასაც ის, რაც მას უნდოდა. და მას უნდოდა დაცვა ყველანაირი საფრთხისგან, რომ რაიმე სახის სამართლებრივი პრობლემა არ წარმოშობილიყო. გინდა არჩევნების და საარჩევნო დავების განხილვის კუთხით და გინდა ნებისმიერი სხვა კუთხით, მათ შორის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ და პოლიტიკური გათავისუფლებულ კუთხით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. თქვენის ნებართვით ბატონ დავითთან გადავალხო კითხვით. დავით, თქვენ ახსენე რომ თქვენ ხართ ადამიანი, თქვენი და თქვენი მეუღლე, რომლებიც ძალიან ადრე ჩაერთნენ ამ პროცესებში და შედეგად ამ პროცესებში ჩართულობა გამოიწვია ის, რომ თქვენ ორივენი გაგანთავისუფლდნენ თანამდებობიდან. მოდი ჯერ ამ ამბავზე ვილაპარაკოთ და ასევე რატომ არის თუნდაც აი ასეთი შედეგები რომ მიიღონ მოქალაქეებმა მაინც აქტიურობა საზოგადოებისა რომ იყვნენ ჩართულნი ამ პროცესებში. ბატონო. ესე იგი პირველ რიგში ჩვენ 28-ში როგორც გამოაცხადა ჩვენ ეგრეთ პრემიერმა კურსის ცვლილება კი არა შეჩერების შესახებ, ხო? ნუ ეს შოკი იყო ჩვენთვის ჩვეულებრივი კი გავედით სამსახურში 28-შიც, 29-შიც, მაგრამ რაღაცა აი თქოს სილბრანში ვიყავით ისე დავდიოდით, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდით რა მოხდა და თან ეს პროტესტის განსხვავება ჰქონდა და ვისაუბრებოდით ადამიანებსაც, ვისთანაც კი შეხება გვექნებოდა. შემდეგ 30 დილით დახვდა ის საოცარი ძალადობის კადრები, დარბების კადრები, როგორ უტყავდნენ ტრაქციულ ადამიანებს, რამდენიმე პოლიციელი და ეს უკვე თავარი მიზეზი გახდა, რის გამოც ჩვენ უბრალოდ გაფიცვა გამოაცხადეთ პირდაპირ ესე, მაშინ კი ავიცოდეთ ხა იურიდიულად რომ თურმე ჩვენი კანონები არ ითვალისწინებს რაღაცა საერთო სოციალური საკითხის გამო გაფიცვას. მაგრამ ეს ჩვენი პროტესტის გამოხატვის ფორმა იყო და უბრალოდ გაფიცვა გამოაცხადეთ მე და ჩემმა მეუღლემ ის შემდეგაც დავტოვეთ სამუშაო და უკვე წლის ბოლოს გვაცნობს რომ ჩვენთან ხელშეკრულებას აღარ აგრძელებდნენ. და მიუხედავად რომ არც შემცირება ქონდა გამოცხადებული საჯარო რეისს და არც წინასწარ არ გაუფრთხილები ვართ არავის ამის შესახებ. ხო. ხომ არ ნანობთ, ანუ რა არის ხო, აი მიუხედავად ამისა რომ ესეთი შედეგები ჰქონდათ, აი ჩემი კითხვის მეორე წლის და ამის შესახებ იყო, რატომ არის აუცილებელი რომ ადამიანებმა თამამად დააფიქსირონ დღეს აზრი, რისკენ არის ეს ყველაფერი მიმართული და საჭიროება რამდენად არის აუცილებელი და რადგანაც ეს უკვე ეგზისტენციური პრობლემაა. სწორედ ამ პრობლემის გააზრებამ გადაგვადგმევინა ჩვენ ეგ ნაბიჯი, თორე არავის ნაკლები სესხი არ გვაქვს ბანკში და არც გვილხინს, რომ ოჯახის ორმა წევრმა ასე შემოსავლის წყარო დავკარგოთ, მაგრამ უბრალოდ რა დროს პატარ-პატარა საქმეებით, ანუ პირადი საქმეებით დაკავება და პირადი საზრუნავების დროა, როცა მთელი ქვეყანა თავზე გვენგრევა, ხო? აი თუ ვთქვათ მთელი ქვეყანა ან მთელი საზოგადოება ჩვენს ქვეყანას ვაშენებთ აგურ როგორც სახლს, საერთო სახლს და რაღაც მომენტში ხედავთ რომ საყრდენ კედელში უზარმაზარი ბზარია, ხო? ყველა უნდა ავტეხოთ განგაშის საარი და უნდა გავაგებიოთ ყველას, ვინც ჩვენთან ერთად ცხოვრობს ამ სახლში, რომ საყრდენ კედელში არის ბზარი და პირველ რიგში ამას უნდა მიეხადოს, თორე თუ ჩვეულებრივ წავიყურეთ და ვითომ არაფერი ისე გავაგრძელებთ ცხოვრება, თავზე ჩამოგვინგრევა ყველას ერთად და ყველა მოყვებით მაგ ნანგრევებში, ასე რომ ჩვენს თუნდაც პროფესიულ საქმიანობას ანუ ყოველდღიურ ყოფით პრობლემას არავითარი ანუ ყოველგვარი მნიშვნელობა ეკარგება ამ თავარ პრობლემასთან, როცა შეიძლება ყველაფერი დავკარგოთ და მთელი ქვეყანა თავზე ჩამოგვიქცეს.
სამართლებრივ ბრძოლას თუ აგრძელებთ ამ მიმართულებით როგორ არის თქვენი? ვაპირებთ კი, ანუ საჩივარი მზადდება და როცა დრო იქნება მიმართა. გასაგებია. ვალერ, აი პრინციპში ორივესგან მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გარდა თბილისისა, სხვა ქალაქებშიც იყვნენ ადამიანები აქტიურად მართავდნენ საპროტესტო აქციებში, სხვა ტიპის ხერხებს იყენებდნენ პროტესტისთვის. რატომ არის აუცილებელი, რომ გაიშალოს ეს პროტესტის კერა და ამ ხრივ სად ვართ ახლა? თითქოს ვისმენთ ყოველდღიურად, რომ ძალიან შევცოტავდით და ასე შემდეგ, ხო? აი, სად ვართ ახლა? აი, რას ფიქრობთ ამ საკითხზე? ხო, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი დიდი გულისწვიხილი, მაგრამ აქ მთავარი თემა ისაა, რომ ეს ავსებით ბუნებრივი პროცესი არის. მთელი საქართველოს მასშტაბით იყო და არის აქციები და ეს არის უნიშნელოვანესი ნაწილი ამ ყველაფრის და ახლა ამ კვირაში გამოქვეყნდა ლანცბერგის ის ინტერვიუ, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი ჩაივლიდა შვიდად და წყნარად, რომ არა ქართველი ხალხის ყველგან მთელი საქართველოს მასშტაბით გამოსვლა. ანუ იქ ხაზი გაუსვა ზუსტად ამას, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოვიდა საქართველო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რეალურად ის დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ახლა უფრო მეტწილად არის დემოკრატიების დრო, ანუ ევროპაში არის დემოკრატიული სახელმწიფოები ძირითადად და შესაბამისად ამას საკითხს უყურებენ ისე, რომ დემოკრატიებს გაჭირვებაში არ მიატოვებენ და ვერ მიატოვებენ. ანუ ჩვენ როცა ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ მთელი სახალხო მასშტაბით გამოვდივართ გარეთ, ევროპული საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი პოლიტიკოსები მიუხედავად იმისა, რომ მათი კონიუნქტურისთვის საერთოდ არ არის ეს დისკომფორტი, სასურველი, რომ ახლა დადგეს და დემარში გამოუცხადოს აგერ არსებულ პრემიერ-მინისტრს, რომელიც მათთან ჩავა რაღაც კავკასიის რომელიღაც ერთ-ერთ რესპუბლიკის გამო არ უნდა მასკნას და შეცვალოს ხო თავის დღის წესრიგი, მაგრამ ეს ასე არ მუშაობს ამ ვითარებაში მუშაობს დემოკრატიების ურთიერთხარდაჭერის პრინციპი და შესაბამისად მაგალითისთვის რო ვთქვა საფრანგეთის საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი პოლიტიკოსი ვერ გაჩერდება და ვერ გაატარებს იმ სიტუაციას, რაც დღეს საქართველოში ხდება და აქედან გამომდინარე ჩაერთო მაკრონიც ამ წუთში ევროპის წამყვანი ქვეყნის ლიდერი ამ სიტუაციაში. ასევე მოხდა ჩვენი მუდმივი მხარდაჭერი და მეგობარი ქვეყნების ბალტიისპირეთის ქვეყნების აქტიური ჩართვა ამ სიტუაციაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ბუნებრივი პროცესია. აქ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მოთამაშე არის ქართველი ხალხი. ჩვენ დღეს ამ თემაზე რო ვლაპარაკობთ და ის რომ 79 დღეა და ასე წავიდა და ეს სიტუაცია, ეს ყველაფერი აუცილებელია ხაზი გაუსვათ, რომ არის იმ ადამიანების განსაკუთრებული დამსახურება, ვინც თბილისში, ბათუმში პრაქტიკულად ყველაფერის გაწირვის ხარჯზე შეეწინააღმდეგა ამ ყველაფერს. ქუთაისში პროტესტი მიმდინარეობს უწყვეტად, ქუთაისში პროტესტი მიმდინარეობს რაღაც ისეთივე შედარებითი მასშტაბებისთვის, რო ვთქვათ, ისეთივე როგორც სხვა ქალაქებში, რა თქმა უნდა, თბილისს გარდა, მაგრამ ქუთაისში ჩვენ არ გქონია მსგავსი სახასიათის, ანუ ასეთი დაპირისპირებები, როგორიც იყო თბილისში და ამას როცა ვხედავთ და რანაირად უნდა დაგავიწყდეს ეს კადრები, ხო ადამიანს ხვდები, რომ არსებობენ შენს ქვეყანაში შენი თანამოაზრე ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იდეისთვის და საქართველოს სწორი განვითარებისთვის გაწიროს და მაშინ რანაირად შეიძლება მე უბრალოდ ერთადერთი რაც მომეთხოვება, რომ გამოვიდე და ქუჩაში დავდგე, რანაირად უნდა შემეზაროს, რანაირად უნდა დავიღალო, რანაირად უნდა დავკარგო მუხტი, როცა ვიცი და ვხედავ რა გააკეთეს და რაზე მიდიან ეს ადამიანები, ხო? ახლა დღეს მზია ამაღლობელი ახსენეთ თქვენ და აი მზია ამაღლობელის საქციელი არის იმდენად შოკის მომგვრელი მთელი ამ
ქართული საზოგადოებისთვის ასე ვიტყოდი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთის პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების აღფრთოვანებას და დიდ თანაგრძნობას იწვევს და მეორე მხრივ იწვევს წარმოუდგენელ სიბრაზეს მეორე მხარეს ქართული ოცნების მხარეს, იმიტომ რომ ვერ მოახდინეს ამ ადამიანის მარგინალიზება. სხვადასხვა შემთხვევებში ძალიან ადვილად გამოდიოდათ მარგინალიზება პიროვნებების და შემდეგ მათზე ასეთი იმის კამპანიის წარმოება. უარყოფითი შავი და მზია ამაღლობელზე ეს რეალურად ვერ მოახდინეს და რაღაცა აბსოლუტურად უსუსურ ყოვლად ისეთ ხერხებს მიმართავენ, რომელიც მათსავე მხარდამჭერებში იწვევს უკვე იმას ერთ-ერთმა პროპაგანდისტმა მიშა სააკაშვილის ტანზე და მონტაჟა, ფოტომონტაჟი გააკეთა მზიას და რაღაცა ასეთ რაღაცა სულდაბალს პრინციპში ამათგან ჩვენ ახლა სულძელ და სწორსაქციელს აღარ ვიყავით, მაგრამ აი თითქოს ისევე როგორც ამ მართველი ძალა, ვისაც აქვს მიტაცებული ხელისუფლება, ეს ძალა და მათი მხარდამჭერები არიან სუდად განწყობილნი, ზიზღით განწყობილნი იმ ადამიანებისა, ვინც თქვათ პროტესტ გარკვეული ფაქტორებისგან გამომდინარე გამოხატეს. ხო, ეს დამოკიდებულება სახელმწიფოს არ არის არანაირად სწორი, იმიტომ რომ მათ ევალებათ არ აქვს რაოდენობას მნიშვნელობა, როცა რაოდენობაზე აკეთებენ ხაზგასმას, ჩვენ თუ გვაქვს სახელმწიფო, იქ რამდენიმე ადამიანის არა ერთი ადამიანის გამოთქმული სიტყვაც კი უნდა იყოს მნიშვნელოვანი. ხო? აი რასთან გვაქვს საქმე? ზუსტად ეგ არის სახელმწიფოებრივი ხედვა რო ქონდეს ქართულ ოცნებას, ასეთ შემთხვევაში ჩვენ პრეტენზიები ამდენი არ იქნებოდა. ანუ აქ თავარი ზუსტად იმაში მდგომარეობს ეს კითხვის ნიშანი და ეს პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ძალას არ გააჩნია არანაირი სახელმწიფოებრივი ხედვა და ყველა ეს პიროვნული დამოკიდებულება, ეს ზიზღი არის აბსოლუტურად ადამიანური და მომდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მდგომარეობის შენარჩუნების მოტივით. ანუ ამ ადამიანებს ის კი არ უნდათ, რომ მე ქვეყანა უნდა განვავითარო და შენ მაცადე მე ჩემი ქვეყანაზე. არა, ეს ამაზე არ არის საუბარი. აქ საუბარი არის საკუთარ შექმნილ კორუფციის ჭაობში, თუ როგორ უნდა იტივტივოს ამ ადამიანმა და როგორ უშილით ჩვენ ხელს ამ ყველაფერში. ანუ აქ მართლა პირად მტრობაზე არ ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს ადამიანები ამ საკითხებს არ განიხილავენ როგორც ქვეყნისთვის განვითარების სხვადასხვა აზრებს. ეს ასე არ მიდის საკითხის განხილვა. საკითხის განხილვა მიდის, რომ ჩვენ ქართული ოცნების მხარდამჭერები ვართ კარგად მართ მომჯდარი სხვადასხვა კორუფციულ სქემებში, ჩვენი საარჩევნო ელექტორატი ყავს დასაქმებული აქა და აქ და თქვენ ვერაფერს ამას ვერ შეცვლით და ჩვენ ამ ჭაობში ტივტივს გავაგრძელებთ. ვიქნებით უკანა ეზო რუსეთისთვის, ვიქნებით ყველანაირად გამტარი, ვიქნებით ყველა უკანონობის ჩამდენი, ჩვენ ქვეყანაში მოიტაცებენ მას აზერბაიჯანელ ჟურნალისტს შუაქალაქში და ვერავინ ვერ გაიგებს. ეს დღეს არ მოხდა, ეს ხო 10 წლის წინ მოხდა. ანუ ნახეთ, განვითარება ზოგადად ამ კუთხით, სადაც დღეს უკვე ყველასათვის თვალნათელია პრაქტიკულად, რომ ეს ქვეყანა გადაიქცა ესა ფსევდო დემოკრატიად და რუსულ ტიპის წარმონაქმნად. ეს ეტაპობრივად ვითარდებოდა. უბრალოდ იმ წლებში, როცა რაღაც თიცე ჩამოსათვლელი ადამიანები ამ ქალაქშიც მათ შორის ვიკრიბებოდით 10 ადამიანი აქციაზე და 15 და ამ ტექსტს ვაჟღერებდით, ეს არ იყო ასე თვალნათელი და დამაჯერებელი ბევრისთვის. და ეტაპობრივი თვალის ახელის პროცესი მიდიოდა და უცებ ახლა 28 ნოემბერს უკვე ყველამ აღმოაჩინა, რომ თუ 26 ოქტომბრამდე ესენი იმ შირმაში იყვნენ გახვეული, რომ აი ღირსებით ევროპისკენ სულ რაღაც ერთ თვეში უცებ აღმოჩნდა, რომ რა ეს ევროპა, დამთავრდა ევროპა, ვაჩერებთ ინტეგრაციის პროცესს. რა არის ინტეგრაციის პროცესი, ამაზე მინდა ვისაუბრო. ინტეგრაციის პროცესის შეჩერება, რაც გამოაცხადა არალეგიტიმურმა პრემიერმა, იმას ნიშნავს, რომ 2028 წლამდე ამ ინტეგრაციის პროცესის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ საერთოდ გადის ამ მოლაპარაკების სივრციდან საქართველოს და რა არის ეს ინტეგრაციის პროცესი? არის იმ მითითებების შესრულებისკენ მუშაობა, რომელი მითითებებით ჩვენ დაგვედო პირობად კანდიდატის სტატუსის დროს. მათ შორის სასამართლო სისტემა და მათ შორის სასამართლო, ანუ ერთ-ერთი აქტიური საკითხი იყო კანონამ, დიახ. არჩევნების ჩატარება და ასე, ანუ ამითი გამოაცხადა პრემიერმა, რომ 2028 წლამდე არც სასამართლო შევეხებით, არც საარჩევნო სისტემას შევეხებით, არაფერს არ შევეხებით, რაც რისი მოწესრიგებაც მათ გითხრათ და მე შეიძლება ვიფიქროთ ამაზე, ანუ ეს არის თავის შინაარსით იმდენად ამაზრზენი განცხადება, რომ
ეს მოვა დრო და ამ ქვეყანაში ამ განცხადებისთვის და ამ პოზიციის დაფიქსირებისთვის პასუხს აგებს სამართლებრივად საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ირაკლი კობახიძეც და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ამაზე პასუხისმგებელი არიან. ეს არის ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ ნაბიჯი, ამაზე მეტი სამშობლოს ღალატი არსებობს, თუმცა კონსტიტუციის პირდაპირ დანაწეს არღვევს პრემიერი პირდაპირ ეთერში გამოდის და ამას აცხადებს. ეს არის საბოტაჟი სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცებით სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ და შესაბამისად ამაზე თავის დროს დადგება პასუხისმგებლობა და ჩვენ კიდევ ვეძებთ ამ ყველაფერსკენ გზებს, რომ ქვეყანას ჩამოვაშოროთ ეს მავნებელთა ბანდა, რომელიც აქ ზის არა იმიტომ, რომ ქვეყანა უკეთეს და სხვა ახალ ეტაპზე აიყვანოს, არამედ იმისთვის, რომ თვითონ იყოს მაძღარი. მადლობა ვალერ. დავით, აი თქვენს მინდა რომ გაუსვათ ხაზი, რატომ არის მნიშვნელოვანი ის, რომ პროტესტი იყოს გაშლილი სხვადასხვა ქალაქებში და დასახლებულ პუნქტებში და ასევე რა არის მოლოდინები, რამ შეიძლება გამარჯვება მოუტანოს ადამიანებს და იმ დაგეგმილი თუ დათქმული პირობების შესრულება რამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი მოსაზრებით? რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ კიდევ იმისა, რომ რასაც აქამდე ვაკეთებდით? პროტესტი აუცილებელია, რომ ყველგან იყოს, იმიტომ რომ ეს პრობლემა ახლა მარტო თბილისს არ ეხება, ყველას გვეხება ეს და ყველამ უნდა დავაფიქროთ ჩვენი აზრი, როგორც წეღან თქვი, ეს არის ამ პროცესისთვის საჭირო თუ არის ეს, ხო შეიძლება რომ ადამიანები წავიდნენ თქვა თბილისში და ასე შემდეგ, ხო? აი რატომ არის რომ თქვა ქუთაისში ყველამ თავისი სიტყვა ადგილზე თქვას? აი იმიტომ ხომ არა რომ რაღაც ერთიანი საქართველო ვაჩვენოთ, ხო? კი, რა თქმა უნდა, აქ ქუთაისი თავის სიტყვას იქ სუგდიდიდან აქტიურად ისმის ხმამაღალი განცხადები, ანუ სუგდიდის ხმა ისმის, ხო? აქ ბათუმი განსაკუთრებით აქტიურია და ეს ყველა ერთმანეთს აძლიერებს, ყველა ერთმანეთს მუხტს აძლევს. იყო შემთხვევები, როცა თბილისიდან ჩამოვიდნენ და გვითხრეს, რომ აი კი შეიძლება იმდენი არ ხართ, მაგრამ წარმოუდგენლად დიდი მუხტი მოდის ჩვენ ძალიან გვაძლიერებთ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან არც დარბევებია და არც მსგავსი რამე, შედარებით მშვიდობიანა და მაგრამ იქ ადამიანები მთავარი ფრონტის ხაზი თბილისშია, ხო და საჭიროა რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ და სოლიდარობა გამოვაცხადოთ, მით უმეტეს როგორ შეიძლება, როცა სოლიდარული არ იყო და პროტესტს არ აფიქსირებდი ასე დროს, როცა ადამიანები უსამართლოდ არიან დასჯილები, უსამართლოდ ახალგაზრდა ბიჭებს, რომელთაც დანაშაულის კი არ ჩაუდენიათ, ემუქრებათ რამდენიმე წელი ციხეში გამოგეტყვა, როცა ადამიანი შიმშილობს უკვე 34 დღეა მე მგონი და დამცინავი რეაქცია სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებისგან, ხო? და ასევე ადამიანები, ვინც აი რა დარბევები, ვინც გაიარა, როგორ იჭერდნენ, აი როგორ წამება იყო ჩვეულებრივ, ხო? აი რა უნდა ვუთხრათ, ჩვენ რომ გავჩერდეთ ადამიანებს, ვინც ეს ყველაფერი გაიარა. დღეშება სახლშია, მაგრამ ის ტრამვა მთელი ცხოვრება ფიზიკური იქნება თუ რაღაც მორალური და მენტალური დარჩეთ. კი ბატონო, და ასევე აი ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკიდან გამომდინარე და მათი მხარდამჭერების პოზიცია არის ხოლმე, რომ აი ქართულობას გვართმევენ და ქართულობის წართმევა უნდათ და მთელი ამბები და აი მეტი ქართულობა როგორ უნდა წაგართვან, როცა აი რომელ ქართულში წერია, როცა ქალს თავისი ღირსების დაცვის გამო სილარო დააწნა თავხედ და უზრდელ ადამიანს ციხეში სვამენ, როცა აქცეულ ადამიანს, უკვე უგონოდ მყოფ ადამიანს წიხლებს ურტყამენ რამდენიმე ადამიანი. ხო, აი რომელ ქართულობაზეა საუბარი? ესა უკვე ქართულობის წართმევა, როცა ასეთ რაღაცაზე რეაგირება არ აქვს. როცა ხმას არ მოიღებ ასეთ რაღაცაზე, მაშინ გაქვს ქართულობა წართმეული ჩემი აზრით და უბრალოდ მაგი მოახერხეს ამათ, რომ ვინც სოლიდარული არ არის, ვინც ანუ რაღაც ემპათიის გაქრობისკენ მიყავთ საქმე რა და უბრალოდ ეს ქართულობის და ადამიანობის წართმევა პირველ რიგში, როცა თანამოქალაქის მიმართ თანამოქალაქეც არა ფაქტორია ადამიანის მიმართ, როცა სოლიდარობა და ემპათიის განცდა არ აქვს, მაშინ უკვე ხო და მაკეთკენ მიყავთ ამათ საქმე. ხო და
რა უნდა გავაკეთოთ, რომ ის მოთხოვნა იქნეს დაკმაყოფილებული და პროცესი დასრულდეს ადამიანების გამარჯვებით, ვინც 79 დღეა უკვე კუჭაში დგას. ხო, ჩვენ სიმტკიცე უნდა შევინარჩუნოთ და ბოლომდე უნდა მივყვეთ ჩვენს არჩეულ გზას, იმიტომ რომ ეს არის სწორი გზა, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ არ შეგვიძლია თუ ადამიანები ვარ და თუ ქართველები გვქვია, ჩვენ არ უნდა შევეგოთ ამნაირ უსამართლობას, რაც ხდება და რასაც როგორ რეალობასაც გვთავაზობენ ეს ვითომ ხელისუფლება და გავუძლოთ ამ ეს არის თქვენი მოსაზრება. კი ბატონო. მადლობა დავით. აი თქვენთანაც მაქვს იგივე კითხვა. რა შეიძლება მოუტანოს ამ პროცესს გამარჯვება? აი მორი მოთხოვნის დაკმაყოფილება. მოლოდინი რა არის? ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ თუ შიდა და გარე ფაქტორები სათანადოდ მოახდეს ურთიერთგავლენას და ზეწოლას ამ ხელისუფლებაზე და იმ ადამიანებზე, ვინც ჯერ კიდევ ამაგრებს ხელისუფლების ვერტიკალს. ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ამას კი განვიხილავთ ჩვენს ყოველდღიურ არსებობის ასპექტში, მაგრამ გარდა ამისა, ეს ვითარება არის საერთაშორისო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და ის რომ ჩვენ დავბრუნდით საერთაშორისო პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად, ეს არის ამ სახალხო პროტესტის დიდი დამსახურება. მე მახსოვს, როცა ბიძინა ივანიშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში, მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო ის, რომ საქართველოს აღარ იქნებოდა დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საფუძველი და საბაბი და მიზეზი. ეს მაშინდელი ქართული ოცნების მხარდაჭერთა მიერ აღქმული იქნა იმ კუთხით, რომ ჩვენ ისე წავიყვანდით პოლიტიკას, რომ ყველაფერი იქნებოდა გარკვეულად და ამოვარდებოდა ჩვენი კრიზისები საერთოდ დღის წესრიგიდან. მაგრამ ფაქტობრივად მივიღეთ ისეთი სიტუაცია, რომ საქართველოს შეიცვალა ვექტორი, გადავიდა რუსულ ვექტორზე და შესაბამისად აღარ საჭიროებს ოფიციალური თბილისის პოზიციებით, ის აღარ საჭიროებს საერთაშორისო მხარდაჭერას, პოლიტიკურ მხარდაჭერას და შესაბამისად თუ არ საჭიროებს პოლიტიკურ მხარდაჭერას, საერთაშორისო პოლიტიკურ მხარდაჭერას, ის არც გექნება, ხო? ამისთვის მუშაობაა საჭირო და ჩვენი ახლა 2012 წლამდე რაც შეიძლება ვერ გააკრიტიკო და არ უნდა გააკრიტიკო, იყო საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ნამდვილად იდგა მოწოდების სიმაღლეზე და ძალიან ბევრს მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობის გამტკიცებისთვის. ეს საკითხი დღეს გვაქვს კატასტროფულ ნიშნულზე და ვღებულობთ სიტუაციას, რომ ოფიციალური თბილისის პოზიციით ჩვენ არ გვჭირდება არანაირი მხარდაჭერა, მაგრამ ზუსტად ამ დროს ქართველი ხალხის საერთო სახალხო პროტესტის მეშვეობით და იმ გამოხმაურებით, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა, ჩვენ ისევ დავბრუნდით ამ საერთაშორისო პოლიტიკის კრიზისების ნაწილში და თუ ეს ორი ფაქტორი ისევ გაძლიერდება და ძალისხმევა ამისკენ წავა, სავარაუდოდ მოხდება ხელისუფლების ჩამოშლა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ყველაფერი იმითი არ მიდის ასე დაწერილი პოზიტიური სცენარით, მაგრამ ერთი რამ არის ცხადი და მნიშვნელოვანი და ამაზე მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენ დღეს გვყავს საერთო სახალხო აზრით, მიუხედავად იმისა ადამიანი ვისი მხარდაჭერია დღეს თუნდაც ქართული ოცნების მხარდაჭერიც იყოს, ისიც კი გულის სიღრმეში დარწმუნებულია, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები მიიტაცა. შესაბამისად, ამ ხელისუფლების არალეგიტიმურობა არის საერთო სახალხოს კონსენსუსი. აი ამ თემაზე იდეაში პრაქტიკულად არ არის ამ თემის საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებენ მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები და ადგილობრივი ჩინოვნიკები, საკრებულოს წევრები, თორემ სხვა მხრივ, ხალხში ადამიანები, ესენი ხო ადამიანები საერთოდ არ ხვდებიან და ამათ ხო ადამიანს აზრი არ აინტერესებს, თორემ საერთო სახალხო მოსაზრებით ხელისუფლება მიტაცებულია და როცა არალეგიტიმურია ხელისუფლება, როცა მას არ აქვს ხალხის რეალური მხარდაჭერა, ნებისმიერი ნაპერწკალი, ნებისმიერი მიზეზი შეიძლება
მოხდეს და გახდეს იმისი საფუძველი, რომ ერთმა ტალღამ, რომელიც ვერ გამოვიდა ჯერჯერობით, მაინც ასე ვიტყვი, რომ ეს საერთო სახალხო პროტესტი მაინც პროევროპულ ახალგაზრდობაში ჩარჩა. ახალგაზრდობის იმ მოცულობაში, რომელსაც გათვითცნობიერებული აქვს პროევროპული პოლიტიკის სიკეთე. ხო და ის პატარა ნაპერწკალი, რომელიც საზოგადოების ყველა ფენას მოედება, წალეკავს მთლიანად ხელისუფლებას და ეს იქნება გაცილებით უფრო მკაცრი განაჩენით წალეკვა, ვიდრე სწორი არჩევნების გზით ხელისუფლების გადაბარება, რასაც ჩვენ მოუწოდებთ და ვითხოვთ ამდენი დღეა და ამდენი ხანია ქუჩაში. კი ბატონო. მადლობა ვალერ. ახლა ორივეს გექვთ შესაძლებლობა, რომ ჩვენს მსმენელს მოუწოდოთ თუ გაქვთ რაიმე მოწოდება, თქვენგან დავიწყოთ და მე და დავასრულებთ ამით. ხო. მე ახლა რაც თავი მახსოვს ხო 34 წლის ვარ და სოხუმში დავიბადე. გავიზარდე ზუგდიდში, ცნობილი მოვლენების გამო სოხუმიდან მოვწიათ ჩემშობლებს გაქცევა, სახლის დატოვება. ზუგდიდში გავიზარდე ბებია-ბაბუასთან, მე თბილისში ვიყავით დროებით. ეხლა გადმოვიდი ქუთაისში და აქ ვიყიდე სახლი და აქ ვაპირებ ცხოვრებას რა. ხო და რაც თავი მახსოვს, სულ ჯერ იყო შევარდნის პერიოდი და ხედრიონი და თარეშობდა და ფორმირებები დადიოდნენ და განუკითხაობა იყო. პოლიციას არ გავდა, სასამართლო არ არსებობდა საერთოდ. შემდეგ იყო რევოლუცია, რაღაცა იმედი გაჩნდა თითქოს მთელს ქვეყანაში, აი 97% იყო ხო? ძალიან დიდი იმედი გაჩნდა, შემდეგ ამ დიდი იმედ გაცრუებაც მოყვა, საბოლოო ჯამში ვიცით როგორ დასრულდა ეგ ამბები, დიდი ძალადობა იყო, კარგი, მე გადავაგროთ ეგ ამბებიც, მოვიყვანეთ ივანიშვილი, ისევ დიდი იმედი გაჩნდა საზოგადოებაში, დიდი იმედი და მოლოდინი მივაკერეთ ამ გუნდს და ეხლა ისევ დიდი იმედგაცრუება. აი ანუ ხვდები რომ აი ჩემთან და ჩემზე უფროსებიც და ჩემი ასაკის ხალხი ძალიან გადაიღალა უკვე ამ ყველაფრით და ყველას უნდა მშვიდი ცხოვრება და რაცა სამართლიანი გარემო, მაგრამ ესე თავისი დამოვა ეს რა ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამაში და დღეს არის გარდამტეხი მომენტი თქვენთვის. ეს დღეს არის აუცილებლად, იმიტომ რომ როგორც ვალერიმ თქვა, ჩიხში ვართ. ჩიხში შეგვიყვანა ამ საჭესთან ვინც არის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ხო? და შეგვიყვანა, ანუ გზიდან გადაუხვია, ეს საერთო ავტობუსი ესე ვთქვათ, გადაუხვიეს გზიდან, შეგვიყვანეს ჩიხში და დგას ჯიუტა და კლდის პირას რა. და ხალხს ატყუებს, რომ ვიცით გზა, ამ დროს არც საჭის დათმობა არ უნდა ცოდნისთვის ან სხვისთვის და არც თვითონ უნდა რომ ეს სკამი დათმოს და ჯიუტა ესე დგას და როგორმე ყველამ ჩვენ თავში უნდა ვიპოვოთ ენერგია, რომ გამოვასწოროთ სიტუაცია და მომავალ თაობებს მივცეთ საშუალება თავისუფალ გარემოში გაიზარდონ. მადლობა და თქვენს მოწოდების საშუალება. და დღესაც მიმდინარეობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი სიტყვისთვის, რომელიც ერთმა ძალიან კანონმორჩილმა მოქალაქემ უთხრა მასთან მისულ პოლიციის თანამშრომლებს არ ვენდობის სისტემას. ამისათვის ის იმ დღეს დააკავეს, გადაიყვანეს და 2 დღე ყავდათ დროებითი მოთავსების იზოლატორში და შემდეგ წარადგინეს სასამართლოში სიტყვის შეურაცხყოფისთვის. რას ნიშნავს ეს მეგობრებო, იცით? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე მისული ვართ იმ ეტაპზე, როცა სტალინზე ადვოკატის ანეკდოტის მოყოლისთვის ხრეტდნენ. ანუ ის, რომ ჩვენთან დახრეტა ამ წუთში ჩვენ საზოგადოებაში არ არის, ძალიანაც უნდა გვამშვიდებს. ასეთი ამბავი მას შემდეგ, რაც თუ მოხდა მოვლენათა საუარესო განვითარება და ხელისუფლებამ გადატეხა ეს აქციები და მიიკრო ხელისუფლება და შეინარჩუნა კიდევ შემდეგი წლები, პროტესტის მონაწილეებს გაცდება და თითოეულ
თქვენთაგანთან მოვა, ვინც ახლა ფიქრობთ, რომ თქვენ უსამართლობა არ შეგეხებათ. არ არსებობს, როცა ქვეყანაში არის უსამართლო გარემო, ის არ შეეხოს ყველა მოქალაქეს. ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს რაღაც ეტაპზე გვჭირდება რაღაც გადაკვეთა გვაქვს სამართალთან. ყველა ახლა ვერ ვიცხოვრებთ მხოლოდ ჩვენს ეზოებში და გარეთ გამოსვლა მოგვიხდება და მოგვიწევს. და აი მაშინ, როცა შეხვდებით გადაულახა უსამართლობას, ისე არ მოხდეს, რომ ინანოთ, რომ არ შემოუერთდით იმ საწყისში ამ ბოროტების დაძლევას, რასაც ეს პროტესტი ჰქვია და საიდანაც ჩვენ ვაპირებთ, რომ წავიდეთ. ამიტომ კეთილინებეთ, გამოდით, დაუდექით გვერდით ქართველი ხალხის უკეთეს მომავალს და ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რასაც შედეგი ჰქვია, რასაც დაბრუნებული არჩევანი ჰქვია, დაბრუნებული არჩევნის თავისუფლება ჰქვია, დაბრუნებული ქვეყანა ჰქვია. მადლობა, მადლობა დავით. მადლობა ჩემი გადაცემის სტუმრებს, რომ გამონახეს დრო და დღეს იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მსმენელს ვეთქვი, რომ ქუთაისში ყოველდღე ვიკრიბებით მერიის წინ და მართავთ საპროტესტო აქციას 7 საათზე და შეუძლიათ შემოგვიერთდნენ. ეს არის განუწყვეტლივ ყოველ დღე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თქვენ უსმენთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რადიო გადაცემას ზოლი ქალაქის ეთერში გამჭვირვალე პოლიტიკას. მე გადაცემის წამყვანი ლელა მოწონელიძე გახდით და გემშვიდობებით შემდეგ გადაცემამდე. მადლობა, რომ გვისმენდით. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმოგიდგენთ გადაცემათა ციკლს გამჭვირვალე პოლიტიკა. რადიო ძველი ქალაქის ეთერში უსმინეთ გამჭვირვალე პოლიტიკას. ინფორმირებული მოქალაქეები აკონტროლებენ მთავრობას.